რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. დღევანდელი გამოშვება იმათვის არის, ვინც დამეთანხმება მთავარში. საქართველოსთვის ბრძოლა არ დამთავრებულა. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. გილოცავთ მეც ვაშა გადაცემის სახელით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დღევანდელი გადაცემისთვის 2 დღე ვაგროვებდი მოლოცვებს. მოლოცვებს იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს იბრძვიან უკრაინაში. ამიტომ თქვი თავიდან, რომ დღევანდელი გამოშვება იქნება ადამიანებისთვის, იმ მაყურებლისთვის, ვისაც კარგად ესმის, რომ საქართველოსთვის ბრძოლა თავარი ეტაპი დღეს უკრაინაში მიდის. უკრაინაში მიდის ომის ძირითადი ყველაზე ცხელი და მნიშვნელოვანი ეტაპი. უკრაინაში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა კავკასიური ლეგიონი, გაერთიანება, რომელიც რომაც შეაერთა ქართველები, ჩრდილო კავკასიელები და ბევრი სხვა ერი, ვინც დღეს უკრაინაში ებრძვის რუსეთის იმპერიას. კავკასიის ლეგიონის შემადგენლობაში შემავალმა ერებმა, სამხედრო დანაყოფებმა და მათმა პოლიტიკურმა ფრთამ ბევრი მოლოცვა გამოუგზავნა დღეს ქართველ ერს, კავკასიის ლეგიონსა და ქართველ ერს და მინდა რომ პატარა ამონარიდები, патара ნაწილები ამ მოლოცვების აუცილებლად გაგიზიაროთ. Гамаржаба, Саакартвеле. Моему братскому грузинскому народу от имени Всемирного конгресса народов Дагестана. მოძმე ქართველებს დაღესტნელი ხალხის მსოფლიო კონგრესის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. როგორც დიდი იმამი შამილი ამბობდა, მტრის წართმეულ მიწას მშვიდობით ვერ დაიბრუნებ. მიწისთვის უნდა იბრძოლო. თქვენ ამ ბრძოლას აგრძელებთ. მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლი დაღესტნელების მხარდაჭერისთვის. კავკასია იქნება თავისუფალი. Так же, как и вы, мечтаем о том дне, когда станем свободными и независимыми. 26 мая. 26 მაისი. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. გვახსოვს და პატივსცემთ ყველაფერს, რაც ქართველებმა გააკეთეს კავკასიის ისტორიისთვის. ბოლო ათლეტულებში ბევრი შეიცვალა, მაგრამ მაინც გვახსოვს რეფორმები, რომელთაც ატარებდა მიხეილ სააკაშვილი. და ზუსტად ვიცით, რომ ამ რეფორმებით საქართველოს სხვა ქვეყნებს გაუკვალა დამოუკიდებლობის გზა. ჩვენ გვესმის საითვიაროთ, როგორ ვაშენოთ სახელმწიფო და უახლოეს ხანში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოკავშირეობით შევქმნით ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ულოცავ ყველა ქართველს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს 1918 წელს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ძალას, ერთიანობას და ღირსეულ მომავალს. დაე, ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. ასევე ვუსურვებ მალე გათავისუფლებას საქართველოსა და კავკასიის ნამდვილ პატრიოტს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. ძვირფას ქართველ ერს აზერბაიჯანის სახალხო პარლამენტის სახელით გულწრფელად გილოცავთ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ხალხმა ეროვნული ნება გამოავლინა და აირჩია თავისუფლების, პარლამენტარიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის გზა. ჯერა რომ ჩვენი ხალხების მეგობრობა და ძმური ურთიერთობა მომავალი თაობებისთვისაც შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამყარდება. დიდება საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდება აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობას. Ассамблея народов Кавказа. კავკასიის ხალხთა ასამბლეის სახელით გულითადად გილოცავთ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. პირველ რიგში ერთიანობას გისურვებთ, ბედნიერება თქვენს ოჯახებს. ეს დღე ღირსების, თავისუფლების, სულის სიძლიერისა და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების სიმბოლოა. საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა კავკასიის ისტორიაში. უძველესი ცივილიზაციის, კეთილშობილი ტრადიციების, ვაჟკაცობისა და სტუმართმოყვარეობის მიწა. კავკასია ამაყობს საქართველოთი და ქართველი ხალხით. და კიდევ ერთხელ დისურვებთ ერთიანობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ერისთვის. Но все это возможно только при единстве грузинского общества. ძვირფას ქართველ ხალხს დამოუკიდებელი თათრეთის დევნილი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ რაფის კაშაპოვის სახელით მიიღეთ გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი თათრეთის მთავრობა დევნილობაში მუდმივად უჭერდა ხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ამ დღესასწაულზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, პატივისცემასა და მეგობრობას. უსურვებთ მშვიდობას, ძლიერებას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს
დამოუკიდებელი და აყვავებული საქართველოს განვითარების გზაზე. ევროპის ჩეჩენი უხუცესების საბჭოს სახელით გულითადად გილოცავთ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ქართველი ხალხის თავისუფლების, ღირსებისა და ისტორიული არჩევანის ურყევის სიმბოლოა. ჩეჩენი ხალხი მუდამ თვლიდა და თვლის, ქართველებს ახლობელ და ერთგულ ძმებადად. ჩვენს ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ წუთს, 1999 წლის ომის ალში, სწორედ საქართველომ და მისმა დიდსულოვანმა ხალხმა გაუხსნა კარი და გული, ათობით ათას ჩეჩენ ლტოლვილს. როდესაც ჩვენი სამყარო ინგრეოდა, საქართველოს მიწაზე იპოვნეს სითბო და გადარჩენა ჩვენმა ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა. არასდროს დაგვავიწყდება უდიდესი სირთულისას გამოცდილი დახმარების ხელი. განსაკუთრებულ ოქროს ფურცლად დარჩება კავკასიის ორი უდიდესი შვილის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის მეგობრობა. კავკასიის ხალხებს ყველაზე კარგად ესმით დამოუკიდებლობის ფასი. ვიცით, რომ თავისუფლება საჩუქარი არაა. მას სჭირდება ვაჟკაცობით მოპოვება და გონიერებით, მედეგობითა და ერთობით დაცვა. გულითადად უსურვებ საქართველოს მოძმე ხალხს, მტკიცე და ურღვე მშვიდობას, შინაგან ერთიანობას, სტაბილურობასა და განვითარებას. ჩვენს დღეს 26 მაისს გვილოცავენ არა მხოლოდ ჩრდილო კავკასიელები, არამედ სხვა რუსეთელები, რომლებსაც ასევე ძალიან კარგად ესმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა და ქართველებთან მეგობრობის მნიშვნელობა. მადლობა მათ ბრძოლისთვის და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. Партия «Халық таңдауы» поздравляет народ Грузии с Днем независимости. პარტია ხალიქ ტანდაუ ქართველ ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დღეს მთავარ ისტორიულ ეტაპზეა. მრავალი წლის განმავლობაში ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს დემოკრატიის, თავისუფლებისა და განვითარების ევროპულ მიმართულებას უკავშირებდა. ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, გალე გავლენის გარეშე. დამოუკიდებლობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ ერის საკეთილდღეოდ. გისურვებთ ერთიანობას, სტაბილურობას, მშვიდობასა და აყვავებას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ქართველებო. Собственного народа. Желаем Грузии мира, стабильности, единства и процветания. С Днем независимости, Грузия! Добрый день, дорогие друзья! ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ თქვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ მოძრაობას რუსეთის თავისუფლება, იმედი გვაქვს, რომ გაათავისუფლებთ თქვენს ქვეყანას, ააშენებთ მშვენიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საქართველოს. გილოცავთ ამ დღეს, წარმატებები და შეხვედრამდე. Цивилизованную Грузию. და ბოლოსთვის შემოვინახე ყველაზე საინტერესო. მოლოცვა სევერიელებისგან. დარწმუნებულია, რომ უმრავლესობას არ გაგიგიათ მათი არსებობის შესახებ. მეც მხოლოდ ყურმოყრით ვიცოდი, მაგრამ მოლოცვის მოსმენის და ნახვის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესდი და დავიწყე ამბის ძებნა. სევერიელებს საკუთარ თავს უწოდებენ რუსეთის დასავლეთ ოლქების მცხოვრებლები, ესენი არიან კურსკის, ბრიანსკის, ტულის, კალუგის, ორიოლის და სხვა ოლქების მაცხოვრებლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადრე შუა საუკუნეებში მათ ჰქონიათ სახელმწიფოებრივი გაერთიანება, თემთა ერთობა, რომელიც შემდეგ შეუერთდა ნოვგოროდს, ნოვგოროდი ყველამ ვიცით, რომ მერე დაიპყრო მოსკოვმა და საბოლოოდ გაერთიანდა რუსეთის იმპერიაში, რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ დღეს უკრაინაში იბრძვიან ადამიანები. რუსეთის დასავლეთ ოლქებიდან, ვინც საკუთარ თავს სევერიელებს უწოდებს და იბრძვის როგორც უკრაინისთვის, ისე სევერიის დამოუკიდებლობისთვის. ძალიან საინტერესო ხალხი, ძალიან საჭირო ხალხი და კიდევ ერთხელ მადლობა მათაც 26 მაისის მოლოცვისთვის. სევერიელი ხალხის სახელით ულოცავთ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ გამარჯვებას საერთო მტერზე და საქართველოს გათავისუფლებას თვალთმაქცი ჩინოვნიკების პრორუსული გავლენისგან. გისურვებთ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული ერთიანობა 1991 წელს აღიარებულ საზღვრებში და გახდეს ევროკავშირის წევრი. პრიმადლობას უძღვნით ქართულ ხალხს სევერიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და რუსული ჯარის ოკუპაციისგან გათავისუფლებაში მონაწილეობისთვის. აი ასე, სწორი რუსეთელები გვილოცავენ ჩვენ სწორ ქართველებს. გილოცავთ მეც, ვაშა გადაცემის სახელით. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია, ძალიან. Я помню, очень გადაცემა.